ეს იყო ის უხილავი კაცის ხელი. ამის შემდეგ მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც როგორც თქვენ ბრძანებთ, ქალბატონ თავმჯდომარე მთავრობის ხელმძღვანელს უნდა ექვემდებარებოდეს, რომელსაც ვესაუბრებოდი და ვეკითხებოდი, აბა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ძალებში რა ხდება? უბრალოდ სიმართლეს ვერ მეუბნებოდა. მარტივი რამ მოხდა პროცესში სამართავად, მე არ ვიცი კონკრეტულად თქვენთან თუ სხვა ყველასთან შემოვიდა ივანიშვილი, რომელმაც ეს პროცესი თავიდან ბოლომდე წაიღო თავის თავზე და დაიწყო ამ პროცესის მართვა. რას აპირებდა და როგორ მართავდა, მე წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ მე ეს დადასტურებულად ფაქტებით ვიცი და ჩემი გადადგომა იმით კი არ იყო გამოწვეული, რომ მელი არ უნდა დაგვეკავებინა. ჩემი გადადგომა იყო გამოწვეული იმით, რომ არც თქვენ, არც საქართველოს მოქალაქეებს პრემიერი, რომელსაც და მინისტრებს უმართავს ადამიანი, რომელმაც ერთი თვის წინ თქვა, რომ პოლიტიკიდან მივდივარ და არასოდეს არ დავბრუნდები, ასეთი პრემიერი არავის აღარ ჭირდებოდა.